სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ფსალმუნდ გალობის შესახებ. რას ემსახურება ფსალმუნდ გალობა? ღმერთმა იხილა რა მრავალთა დაუდევრობა, რომ მათ ეზარებათ და უხალისოდ კითხულობენ წმინდა წერილს. მოინდომა ეს შრომა სასურველი გაეხადა და დაქანცულობის გრძნობა გაენადგურებინა. ამისთვის მან წინასწარმეტყველებას შეურჩია მელოდია, რათა ყველა დამტკბარიყო დახვეწილი ჰანგით და ღვთისთვის წმინდა საგალობლები დიდი გულმოდგინებით აღევლინა. დავითის ფსალმუნები წესით და რიგით იგალობება. ძველ აღთქმაში დავითის ფსალმუნებს გალობდნენ. ერთი ადამიანი თან ეცნობოდა წინასწარმეტყველებას, ძველი აღთქმის ისტორიას, ამასთან ერთად გალობით ადიდებდა ღმერთს. რადგან არაფერი ისე არ ამაღლებს და აღაფრთოვანებს სულს, არ განაყენებს მიწიერისაგან, არ ამთავისუფლებს ხორცის ჯაჭვებიდან, არ განაწყობს დაფიქრებისა და ყოველივე ყოფითის მოძულებისაკენ, როგორც ჰარმონიული გალობა და ნატიფად აგებული საღვთო საგალობელი. კაცის ბუნებას ისე ატკბობს საგალობელი, ისე იზიდავს მისი დახვეწილი კილოები, რომ მათი მოსმენით მტირალი და მშფოთვარე ჩვილნიც კი იძინებენ. ძიძები მათ ხელში აყვანილთ აქეთ-იქით დაატარებენ და უმღერიან რაიმე საბავშვო სიმღერას. ჩვილნიც თვალებს ხუჭავენ და იძინებენ. მოგზაურნიც, როცა შუადღის აფანაკებაში მიერეკებიან შეკაზმულ პირუტყვს, ხშირად გზას სიმღერით მიუყვებიან და ამით იმსუბუქებენ შრომის სიმძიმეს. არა მხოლოდ ისინი, არამედ მიწად მოქმედნიც მღერიან ყურძნის კრეფის, გადარჩევისა თუ დაწურვის ან სხვა რაიმეს კეთების დროს. მღერიან მეზღვაურნიც, როცა ნიჩბებს უსვავენ. დედაკაცებიც კი, როცა მატყლის აბურდულ ფთილის ჩეჩილით სწორებას შეურდებიან. ხან ყველა თავისთვის ღიღინებს, ხანაც ერთად მღერიან. დედაკაცებიც, მოგზაურნიც, მიწად მოქმედნიც, მეზღვაურნიც ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სიმღერით შეიმსუბუქონ ჯაფა, რადგან ლამაზი ჰანგის მოსმენით სული ადვილად უძლებს მოწყენილობას და შრომის სიმძიმეს. ამიტომ ამგვარი ტკბობისაკენ მიდრეკილ ჩვენ სულებს, ბოროტმა სულებმა ჩვენ და საზიანოდ რომ არ მიაწოდონ უხამსი სიმღერები, ღმერთმა ამისაგან დასაცავად დაადგინა ფსალმუნთა გალობა, რაც სიამოვნების მომგვრელიც არის და სარგებლის შემძენიც. საერო სიმღერებმა შეიძლება ადამიანებს ავნონ, დაღუპონ, მრავალი ბოროტება მოუტანონ, რადგან ყოველივე რაც მათში ცუდი და უზნეოა აღწევს სულში, ადუნებს და რყმის მას. სასულიერო საგალობლები პირიქით უდიდეს სარგებელს ძებენ კაცს, შეაგონებენ, განწმენდნენ და სიბრძნისაკენ წარმართავენ. მათი სიტყვები განასპეტაკებენ სულს და სულიწმინდას უმალ გარდამოდის ამ ჰიმნთა გალობელ სულზე. ასე რომ შეგნებულად მოუხმობენ სულიწმინდის მადალს. მოусმინე პავლეს სიტყვებს. ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითაა სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. შემდეგ იგი მიუთითებს სულიწმინდით ავსების გზას, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა. რას ნიშნავს გულითა თქვენითა? ეს ნიშნავს შეგნებულად, ანუ არა ისე რომ პირი წარმოთქვამდეს სიტყვებს, სული კი სადღაც გარე-გარე დაეხეთებოდეს, არამედ ის უნდა ყურად იღებდეს ენით წარმოთქმულს.
ღორი ტალახისაკენ მიიწევს, ხოლო ფუტკარი ყვავილებსა და მათ კეთილ სურნელებას ეტანება. სადაც უხამ სიმღერებს მღერიან, იქ ავსულები იყრიან თავს, ხოლო სადაც სასულიერო ჰიმნები იგალობება, იქ მსმენელებზე გარდამოდის სული წმინდა და მათ პირსა და სულს განსმენს. ამას გეუბნებით იმიტომ კი არა რომ შემაგოთ, არამედ თქვენ ცოლ-შვილს ასწავლოთ. ეს საგალობლები შეასრულონ არა მარტო ძაფის დართვის ან სხვა ხელსაქმის დროს, მათი გალობა განსაკუთრებით საჭიროა ტრაპეზის წინ. ეშმაკი ხომ უმეტესწილად ნადიმის დროს აწყობს ხრიკებს, რაშიც მას ეხმარება ერთობლივი თრობა, ცხომა, უჯერო სიცილი და სულიერი მოდუნება. აი განსაკუთრებით ამ დროს ტრაპეზის წინ და მის შემდგომ თავდასაცავად უნდა აღმართოთ ფსალმუნთა ზღუდე. ცოლ-შვილთან ერთად თავი ვანებოთ სუფრას, ავდგეთ ფეხზე და ღმერთს უგალობოთ წმინდა ჰიმნები. ამიტომ არის დაწესებული ეკლესიაში სწორედ ტრაპეზის წინ ლოცვა და ტრაპეზის შემდგომ ასევე ლოცვა. და დღევანდელ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში მით უფრო შესაძლებელია რომ არსებობს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები და ჩვენ მოусმინოთ გალობას. ჩავთოთ საგალობლები და ეს იქნება ტრაპეზის დროს თუ სხვა დროს, როდესაც სულიერი თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, მოусმინოთ ამ საგალობლებს. თუ ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია გალობა, მოусმინოთ. არ არის თან მით უმეტეს ამისთვის საჭირო მეორე და მესამე ადამიანი. ერთ ადამიანსაც შეუძლია რომ საგალობელი აღუვლინოს ღმერთს. დაეფსალმუნდ გალობას დაერთოს ლოცვაც, რათა სულთან ერთად ჩვენი სამყოფელიც გამწმინდოთ. ისინი, რომლებიც ნადიმებზე ეპატიჟებიან ტაკი-მასხარებს, მროკავებს და მემრუშე დედაკაცებს, მათი სახით იწვევენ ავსულებს, თავად ეშმაკს და სახლს აღავსებენ აურაცხელი უწესობით, რაც ჩხუბის, მრუშობის, სიძვის და სიავის მიზეზი ხდება. ისინი კი, რომლებიც მოუხმობენ მეფსალმუნე დავითს, ამით თავისთან იწვევენ ქრისტეს, ხოლო სადაც ქრისტეა, იქ მშვიდობის, სიყვარულისა და უსასრულო სიკეთის ნაკადულები მოედინება. ავსულთაგან ვერავინ გაბედავს, არათუ ამ ადგილთან მიახლოებას თვალის შევლებასაც კი. სხვანი თავიანთ სახლებში გართობებს აწყობენ. შენ კი შენი საცხოვრებელი ეკლესია დაქციე, სადაც ფსალმუნებს აღავლენენ, ლოცულობენ, ხარობენ, წინასწარ მეტყველნი ღვთისმსათნო სულიერი განწყობა აქვთ მგალობელთ. ასეთ კრებულს თამამად შეიძლება ეწოდოს ეკლესია, თუნდაც ვერ ხვდებოდე სიტყვების ძალიან ძალას. პირი მაინც მიაჩვიე მათ წარმოთქმას. ეს ენასაც განწმენს და თუ ამას წესად გავიხდით, მაშინ ვერც ვერავინ გვაიძულებს. ოდესმე მივატოვოთ შესანიშნავი საქმიანობა და არც დაგვეზარება იგი, რადგან ჩვევა თავისთავად გვიბიძგებს. ყოველ დღე აღვასრულოთ ეს მსახურება. ასეთი გალობის დროს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხანდაზმულია და ვინ ყმაწვილი, ვის აქვს უსიამოვნო ხმა, ან საერთოდ არაფერი ესმის სიმღერისა. აქ საჭიროა უმწიკლო სული, ღვიძარე გონება, შემოსრული გული, მტკიცე გულის სიტყვა, სუფთა სინდისი. თუ ასეთი თვისებებით შეუერთდები ღვთის წმინდა გუნდს, შეგეძლება თავად დავითსაც კი ამოუდგე გვერდით. აქ არ დაგჭირდება არც ფსალმუნი, საკრავი, არც სიმების გაწყობა, არც კამანჩა, არც ოსტატობა, საერთოდ არაფერი. თუ კი მოისურვებ, შეგეძლება თავად იქცე ფსალმუნად, მოაკვდინო საკუთარი ხორციელი ასონი და სხეული სულის მოძრაობებზე ააწყო, ისე რომ ხორცთა არა გული უთქმიდეს სულისათვის, არამედ დაემორჩილოს მის ბრძანებას და აღასრულოს ისინი ამ შვენიერ და საოცარ გზაზე.
აი მაშინ შექმნი სასულიერო ხანგს. აქ საჭირო იქნება არა ხანგრძლივი ვარჯიში დახელოვნება, არამედ მტკიცე გადაწყვეტილება და უმოკლეს დროში შეიძენ გამოცდილებას. არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ადგილი, დრო. ყველგან და ყოველთვის შეიძლება შინაგანად გალობა, იმყოფები ბაზრობაზე მოგზაურობ თუ ხარ მეგობართა საზოგადოებაში. ყველგან შეიძლება აღძრვა სულისა, მდუმარედ ღიღინი, ღაღადი. ასე ღაღადებდა მოსე და ღმერთმაც ისმინა მისი. ხარ ხელოსანი და სახელოსნოში საქმიანობ, ხარ მეომარი თუ მსაჯული, სულ ერთია, შეგიძლია იგალობო, თანაც უხმოდაც, რა კი ამ დროს სული შინაგანად ჟღერს. ჩვენ ხომ ვგალობთ არა კაცთათვის, არამედ ღვთისათვის, რომელსაც ხელეწიფება გულთა მოსმენა და ჩვენი სულის ფარულ სიღრმეებში შეღწევა. ამას ადასტურებს პავლეც. თვით იგი სული მეოხარს ჩვენთვის სულთქმითა მით უსიტყურითა, ხოლო რომელთა იგი გამომეძიებელი არს გულთაი, იცის თუ რა იარს ზრახვა იგი სულისაი, რამე თუ ღმრთისა მიმართ მეოხარს წმინდათათვის. აქ მოციქული სულთქმას სული წმინდას კი არ უკავშირებს, არამედ მიგვითითებს, რომ როდესაც სული წმინდის ნიჩთა მფლობელი მამანი ღმერთს მოყვასისათვის ევედრებიან და შენდობას თხოვენ, ამას იქმან გულ შემოსრულებით და სულთქმით. აი ასე მოვიქცეთ ჩვენს და ყოველ დღე მივმართოთ უფალს ფსალმუნთ გალობითა და ლოცვებით. შეიძლება ვერ იგალობო ადამიანმა არ გქონდეს ამის ნიჭი და უნარი, მაგრამ ხომ შეგიძლია რომ წაიკითხო. ყველგან შეგიძლია რომ წაიკითხო ფსალმუნი, ყველგან შეგიძლია რომ მილოცო. ზოგიერთი ამბობს რომ დრო ვერ გამოძებნე ამისთვის. ეს სიცრუეა. თუ ადამიანი მოინდომებ, აუცილებლად გამოძებნი დროს და საშუალებას იმისა, რომ ილოცო. და კიდევ გავიმეორებ ამას, რომ თუ კი ჩვენ თვითონ არ ძალგვით გალობა, მოусმინოთ საგალობლებს. ღვთის მადლით არის უამრავი ჩანაწერი საეკლესიო საგალობლების და თქვენ თვითონ ალბათ დამეთანხმებით თუ რაოდენ დადებითად მოქმედებს იგი სულზე, გონებაზე, როდესაც ჩვენ ვისმენთ გალობას. გვაწყნარებს სულიერად ლოცვისაკენ, განგვაწყობს, როცა ყურადღებით უსმენთ და ამასთანავე ჩვენს ცოდვებზე გვაფიქრებს. და როდესაც უსმენთ საერო სიმღერებს, მით უფრო სიმღერებს, რომელშიდაც უხამსი სიტყვებია გამოყენებული და ჟღერადობაც ისეთი, რომ აღძრავს ადამიანს ცოდვისაკენ, ასეთ შემთხვევაში ღმერთს ვშორდებით და უახლოვდებით ბოროტ სულს, ეშმაკს. ცოდვებისაკენ გვიბიძგებს ასეთი ჰანგები. ასე რომ წმინდა იოანე ოქროპირის ეს შეგონება ყურად ვიღოთ. კიდევ ვიმეორებ, თუ გალობა არ შეგვიძლია, წავიკითხოთ და განსაკუთრებით კი დავითის ფსალმუნები. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, რომელიც მოეცა კაცობრიობას დავითის ფსალმუნების სახით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ იგი შევიტკბოთ, მივიღოთ და გამოვიყენოთ ჩვენი სულების საცხოვნებლად. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგურთოთ. აიხარეთ.